ნასვამი მძღოლის საჭესთან ეს მხოლოდ კანონდარღვევა არ არის, ეს არის საფრთხე, რომელიც წამებში შეიძლება ტრაგედიად იქცეს. ყოველწლიურად ათობით ადამიანი იღუპება ან მძიმედ ზარალდება ავტოავარიებში, რომელთა მიზეზი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი და გადაჭარბებული სიჩქარეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი ავარია სწორედ მძღოლის მიერ ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო ფიქსირდება. ალკოჰოლი ამცირებს რეაქციის სისწრაფეს, აფერხებს გადაწყვეტილების მიღების უნარს და ზრდის რისკს, მომდევნო წამის საბედისწერო აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი კი ციფრებში ასე გამოიყურება. მდინარე წლის პირველ 9 თვეში ალკოჰოლური თრობის გამო 326 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ეს მონაცემი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 218-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გაზრდილია ავარიების ზოგადი სტატისტიკური მონაცემებიც. კერძოდ, პირველი 3 კვარტლის ჯამის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით 4480 ავტოავარია მოხდა. დაიღუპა 345 და დაშავდა 6041 ადამიანი. რაც შეეხება 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული იყო 4107 შემთხვევა. დაღუპულთა რიცხვი კი 301-ს შეადგენს. დაშავებულთა ოდენობა 5404-ია. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მოქალაქეთა პოზიციებით ჩავწერეთ, მათგან ზოგიერთი მძღოლი შეგვხვდა, ზოგის ოჯახის წევრი ზის საჭესთან. ყველა მათგანის აზრით გზაზე ნებისმიერი წუთი როგორც საკუთარი ასევე სხვისი სიცოცხლის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა იყოს. ეს არის ყველა საშინელი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. ეს არის თვითმკვლელი და სხვების მკვლელი ადამიანი, რომელიც ესე იგი ადამიანი შეიძლება იყოს თვითმკვლელი, ხოლო თავისთავად დააზიანოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის პოტენციური მკვლელი, ხო, პოტენციური კი არის, არ უნდა მკვლელია. ამიტომ ეს არანაირად არ შეიძლება და არავის არ უნდა ეწყინოს, რომ როდესაც ადამიანს ჩამოართვენ მართვის მოწმობას ამ მდგომარეობაში, აუგზავნებენ დარებას, ეს არის სრულიად სამართლიანი. აბსოლუტურად სამართლიანი. ხალი მძღოლის საჭესთან სასტიკად აკრძალულია. მაგარი ყველაზე მიუღებელი მოქმედება, იმიტომ რომ აუბედურებენ ძალიან ბევრ ოჯახებს, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, რომ ძალიან ფატალურად ბრუნდება, ამიტომ მეტად უნდა გამკაცრდეს კანონი მთვრალი მძღოლების შესახებ და ამდენი არც მსხვერპლი იქნება, არც გაუბედურებული ოჯახები იქნება და მძღოლიც ვარ, კრანის მემანქანეც ვარ და როგორც ასეთი ჩვეულებრივად ყველანაირად ვცდილობ არ ჩემთან შემევიდნენ დაწესებულებაში ნასვამი ხალხი და ნამდვილად არ ურჩევ არც ერთ მძღოლს, ვის საჭესთან ზის, გინდა სადმე წარმოებაშია, რაღაცაზე მუშაობს, ყველას რომ ნასვამი იყოს რა. მარტო მძღოლობაზე ხო არ არის საქმე, ყველგან წარმოება არის, დაწესებულება არის, ხალხთან გვაქვს მისვლა, მოსვლა და უნდა იყვნენ ფრთხილად უყველა და ურჩევს უყველას სიფრთხილე გამეიჩინოს, უნდა პირველ რიგში მაგარი საშიში. რავას თავისთავისთვინ არის საშიში, ისე სხვისთვინაც არის და უნდა გაითვალისწინონ ეს რომ არ უნდა დაждდნენ ნამდვილად ნასვამი მდგომარეობაში, ვინც არ უნდა იყოს. საშიშია რა თქმა უნდა, თავისთავისას უსვისას. აი, თავისთავი თუ არ აინტერესებს სხვა. თავისთავად ცხადია, ნასვამი მძღოლის საჭესთან არ უნდა დაждდეს. მაგე ყველანაირად მე თვითონ შილების მანქანების პატრონები არიან, მძღოლები არიან, მაგრამ ნასვამი ისინი არასოდეს არ დამჯდარან და არ სხვას ურჩევ რომ ნასვამი დაждდეს. ამკაცრებული წესები სამწუხაროდ რეალობას ვერ ცვლის. პერიოდულად გამოქვეყნებული სტატისტიკა სწორედ ამაზე მიუთითებს. ნასვამი მძღოლის საჭესთან გადაჭარბებული სიჩქარე და სხვა დარღვევები ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების დირექტორის ირაკლი იზორიას თქმით, აუცილებელია ქულათა სისტემას მიებას. სახელმწიფო მუშაობს სიჩქარის მენეჯმენტის მიმართულებით, ეს არის კომპლექსური საკითხი, ვიცით რომ საგზაო შემთხვევების პირველი გამომწვევი მიზეზი სიკვდილიანობისა და დაშავებულობის არის სიჩქარის გადაჭარბება. ყოველწლიურად ხდება მზარდად და პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება, გამომდინარე იქიდან რომ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე მხოლოდ ბოლო 2024 წლის განმავლობაში სადღაც 1,5 მილიონი ჯარიმა დაწერილი და ეს ფაქტები არ არის მიბმული ქულათა სისტემაზე. შესაბამისად ადამიანები განუსაზღვრელად იხდიან ამ თანხებს, ვისაც აქვს ამის საშუალება და მაინც სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობენ. ამიტომ სიჩქარის მენეჯმენტის პროგრამა ითვალისწინებს სიჩქარის ვიდეო ჯარიმების მიღებას ქულათა სისტემაზე და კონკრეტული დარღვევის შემდგომ ქულა ჩამოაყალიბება, თორე და როცა უკვე 100 ქულა არ მოიწურება,
მას არ შეეზღუდება გადაადგილება გზებზე, ანუ მართვის მოსმობის უფლება შეუჩერდება და შესაბამისად უნდა დაემატოს ასევე ის 15 კილომეტრიანი მარჟა, რომელიც საპატიებელი გარემოება არის თანამძღოლებისთვის, თუ არის პირობითად 100 კm/სთ დაშვებული პირობ შეუძლიათ მას 15 გადაადგილდნენ და ვერცეთ სოფიოს ვერცეთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს პრაქტიკას, ეს არის საბჭოური გადმონაშთი კანონმდებლობაში და უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ თითოეული კილომეტრის გაზრდა, 1 კილომეტრის გაზრდა უდრის 4-ჯერ სიფრიანობის გაზრდას. გამომდინარე აქედან ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს 15 კm/სთ და ვფიქრობ, რომ მისი შემცირება მოხდება და ასევე ურბანულ დასახლებებშიც და სკოლებთან სიჩქარის შემცირება, ვიცით რომ ზოგან 60-ია, ზოგან 50-ია სკოლებთან 40, რაც ყოველ დაუშვებელია და ისეთ ადგილებში, სადაც ბაღები და სკოლებია განთავსებული, სიჩქარის მენეჯმენტის ფარგლებში 30 კილომეტრამდე უნდა მოხდეს ჩამოწევა. გამომდინარე სტატისტიკის დინამიკის კვლევა ბოლო წლებში ვერ ხდება, თუმცა მინდა ვთქვა ის, რომ რაც ეროვნული სტრატეგია რაც არსებობს საგზაო სათხოვრის და სამოქმედო გეგმა 2025 წლის ბოლომდე გეგმაში არის გაწერილი, რომ საგზაო შემთხვევები უნდა შემცირდეს 25%-მდე და დიდი იმედი მაქვს ამ გეგმის შესაბამისად იქნება ჩატარებული მოქმედებები, რაც დაკავშირებულია სიჩქარის მენეჯმენტთან, ასევე ვიცით რომ ნაცნობაზეც შეიძლება კანონმდებლობა გამკაცდეს, იქ კანონმდებლობა შეიძლება ასევე გავამკაცროთ უშუალოდ ისეთ მძღოლებზე, რომლებიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართავენ ავტომობილებს. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა შესაბამისი წინადადებების პაკეტით მთავრობას უკვე მიმართეს.